პალმები, სადიმყოფები, რა იცი ახალი, რა შეგიძლია მეტი გითხრა ნიკა მელიას დაკავებასთან, გატაცებასთან დაკავშირებით, აი ასეთი არის პირველადი შეფასებები ყოველ შემთხვევაში. არ მესმის მე ნანუკას ხმა სამწუხაროდ. აი ეხა მესმის. კი, მესმის ეხლა ნანუკა. აი, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არის შესახლებული, რა ბრალდებით დააკავეს ის ამ ეტაპზე. უცნობია რა გახდა მიზეზი დააკავების, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ღამის 12 საათზე ეწურებოდა, შესაბამისად მას ჰქონდა ვადა კიდევ გირაოს გადახდის, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული აქვს ნიკა მელიას, რომ არაპირებს გირაოს გადახდას, ხვალ 2 საათზე არის სასამართლო პროცესი, სწორედ ამ სასამართლო სხდომაზე არაპირებდა იმისვლას ნიკა მელია და სავარაუდოდ ვარაუდობენ სამართალმცოდნეები, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს ახლა ნიკა მელია იმისთვის, რომ შემდეგ ხვალ სასამართლო პროცესზე მიიყვანონ ამ შენობიდან და საკუთარ სასამართლო პროცესზე დაწრების შესაძლებლობა მისცენ და შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე დაადონ ხელბორკილები და გადაიყვანონ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. როგორც ჩანს, თავიდან აირიდა ძალოვანმა უწყებამ სპეცოპერაციის განმეორება. ერთხელ უკვე გვახსოვს, რომ ნიკა მელიას ოფისში შეუვარდნენ სპეცრაზმით და ისე მოხდა მისი აყვანა და ახლაც ალბათ იფიქრეს, რომ მსგავსი სპეცოპერაცია არ უნდათ რომ ჩაეტარებინათ და ეს გამოსავალი მოიფიქრეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს მელია და სწორედ ასე მიიყვანენ ხვალ სასამართლოში. აი ამ შენობაში არის მოთავსებული ახლა ნიკა მელია, აქ არიან თვითმხილველები, რომლებიც სხვა პატიმართან დაკავშირებით არიან აქ მოსული და მათ გითხრეს, რომ მათ ნამდვილად დაინახეს, როგორ შეყავდათ ხელბორკილ დადებული ნიკა მელია, სწორედ დიღმის აი ამ იზოლატორში, რომელსაც თქვენ ადევნებთ. თავს ბუნებრივია, აქ ახლა რამდენიმე წუთში გამოჩნდება ნიკა მელიას ადვოკატი, მოვლენ მისი პარტიის წევრები, აქ გაკეთდება რა თქმა უნდა პოლიტიკური შეფასებები. თქვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ პოდკასტის გადასაღებად მიდიოდა ნიკა მელია, მას და ქონოდა მის გადაცემაში უნდა ყოფილიყო და უნდა გაეცა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი და როდესაც ის მიუახლოვდა ლისის მიმდებარე ტერიტორიას იმ ადგილას, სადაც სწორედ ჩაწერა უნდა ყოფილიყო, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დაახლოებით 100-მდე სამართალდამცველად წოდებული პოლიციელი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, საფრთხო პოლიციის წარმომადგენლები ზავდნენ, მათ შორის ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანებიც, რომლებიც სავარაუდოდ პოლიციელები იყვნენ, წართვეს ტელეფონები, როგორც ნიკა მელიას, ასევე მის თანხლებ პირს, წართვეს ტელეფონები, ჩიპები ამოიღეს ამ ტელეფონებიდან და ამ შეგახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ის, რომ მელიას დაადეს ხელბორკილები. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ აქ გავსაუბრებოდით ადამიანებს, უბრალოდ მცდელობა მქონდა, რომ მიკითხა აქ გამოსული ადამიანებისთვის რა იყო მიზეზი გამომძიებლებისთვის ნიკა მელიას დაკავების. აი ახლაც ერთ-ერთი ქალბატონი ტოვებს, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. რატომ დააკავეს ნიკა მელია, რა გითხრეს სამსახურში? რა შეგიძლიათ გითხრათ? გირაოს გადახდის ვადა ეწურებოდა 12 საათზე და შეგიძლიათ განმარტება გააკეთოთ? რატომ დაადეს ხელბორკილები? რა მიზეზით არის დაკავებული? გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა. ქალბატონო, გესაუბრებით. ხომ იცით რომ მელი აქ შემოასახლეს და გაგვეცით კითხვაზე პასუხი? რატომ არ გწევთ კითხვაზე პასუხს? თქვენ ახლა კაცი ხედავთ ადამიანს პროსტად ხედავდით, რომელმაც დატოვა სწორედ დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი, ბუნებრივია ბევრი კითხვა არსებობს და ამ კითხვებზე პასუხებს ვცდილობთ რომ მივიღოთ. სწორედ ახლა ამ ადამიანებისგან, თანამშრომლებისგან, რომლებიც გამოდიან იზოლატორიდან, თუმცა ისინი არც ერთ კითხვას ჩვენსაც პასუხს არ ცემენ. ასეთი არის ახლა ადგილზე ვითარება. საინტერესო ადვოკატს მიეცემა თუ არა შესაძლებლობა ნიკა მელიას მონახულების, არ ვიცი გესმით თუ არა ისევ ჩემი ხმა. კი, ნანუკა, გვესმის შენი ხმა, გვესმის რა თქმა უნდა შენი ხმა და თუ გაქვს კიდევ ჩვენთვის დამატებით ინფორმაცია, მოგვაწოდე თუ არა და დროებით დაგემშვიდობები და შემდეგ კვლავ დაველოდები შენთან ძალიან საინტერესო ჩართვას.
დიახ, მოკლედ ასეთი არის ახლა ვითარება დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩვენ ბუნებრივია ველოდებით გამოჩენას აქ პოლიტიკური ლიდერების საინტერესოა მათი ვერსიები როგორი არის, რა მიზეზით მოხდა ნიკამელიას დაკავება. ოფიციალური განმარტებები ჩვენ არ მოგვისმენია ამ თემასთან დაკავშირებით. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ დღეს იყო სასამართლო პროცესი ნიკამელიასი ჩანიშნული და უნდა იმსჯელა სასამართლოს, რადგან გირაომ არ გადაიხადა მელია, შეუცვლიდნენ თუ არა აღკვეთ ღონისძიებას. თუმცა გირაოს გადახდისა და 12 საათზე ეწურებოდა და ერთგვარი ტრიუკი მოიფიქრა ქართული ოცნების პროკურატურამ დღეს მოსამართლესთან წერილი მიიტანეს პროკურორების, რომ თითქოს მათ ტრეინინგი ჰქონდათ და აი ეს იყო მიზეზი, რის გამოც სასამართლოს ხდება უნდა გადადებულიყო, რადგან დღესვე ვერ მოხდებოდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა და გაეწელებოდათ ნიკამელიას დაკავება, ამიტომ ხვალ 2 საათზე ჩანიშნეს სასამართლოს ხდომა და უკვე ყველა მომზადებულები ვიყავით იმისთვის, რომ ნიკამელიას აუცილებლად დაადებდნენ ხელბორტლებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იმავე ბრალდებით რა ბრალდებაც აქვს ნიკამელიას დაყენებული ირაკლი ქოაშვილი და ზურა ჯაფარიძე უკვე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში არიან მოთავსებული, თუმცა თქვენ ნახეთ ის რაც ნახეთ, როგორც ჩანს დისკომფორტი აირიდა თავიდან საგამოძიებო უწყებებმა, მოიფიქრეს, რომ ნიკამელია ადმინისტრაციული წესით უნდა დაეკავებინათ და ეს არის მიზეზი, რის გამოც აი ამ შენობაში არის ახლა გამოკეტილი. სხვათა შორის გამომძიებლებს ვხედავ, რომ იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე, ბევრი ადამიანი იყო, როგორც ჩანს ამ სპეცოპერაციაში ჩართული, სხვა დაკავებებით რომ გავიხსენოთ ნიკამელიას ამ ცდილობები საპროტესტო აქციებზეც, როდესაც ცდილობენ რომ მას ხელბორტილი დაადონ, ძალიან ბევრი პოლიციელი ცდილობს მისი ტერიტორიიდან გაყვანას და ახლა სახარბიეროდ რომ მოიფიქრეს, შეიძლება ითქვას და იპოვეს, არც კამერები არ იყვნენ, მედიის წარმომადგენლებს გულისხმობ 100 ადამიანი ჩაუსაფრდა ნიკამელიას და სწორედ ასე მოხდა მისი დაკავება ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან. საინტერესოა როგორი იქნება საგამოძიებო უწყებების განმარტებები და იქნება ოფიციალური მიზეზი, რასაც დაასახელებენ, იმიტომ რომ ცალსახად ერთი შეხედვითაც ჩანს და სამართლის მცოდნეებს მიღმაც ადამიანებს, ვისაც არ აქვთ იურიდიული განათლება, ისინიც მიხვდებიან, რომ უკანონოდ მოხდა დაკავება, ის მიდიოდა გადაცემაში, ჯერ ვადა გირაოს გადახდის მას არ ამოწურვია, 12 საათზე ეწურება ოფიციალურად, თუმცა მიუხედავად ამისა, ნახეთ, რომ ის არის მოთავსებული სწორედ იზოლატორში და ახლა უკვე ველოდებით მისი ადვოკატების გამოჩენას აქ. ჩვენ ბუნებრივია და გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და მოგასმენინებთ, როგორც კი ნიკამელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მოვა მის პოზიციასაც. მადლობა, გიორგი, ჩვენ გვერდებოდა პირდაპირ ეთერში სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ